ვა, რა მაგარი საჩუქარი მოუტანია შენთვის ახალ წელს. მეც მეინტერესებს რა მაქვს საჩუქრად. ამ წელს ძალიან კარგად მოვიქეცი და ჩემი და დიანა ძალიან ცუდად იქცეოდა. რა, შენი ძმა არ ემორჩილებოდა მშობლებს? არც მიკვირს. კარგი, ცოტა ხანში დაგირეკავ. მე მგონი ვიპოვე ჩემი საჩუქრები სადაც არის. იმედია წელს სანტა კლაუსი ძალიან კეთილი იყო, იმიტომ რომ კარგი საჩუქრები მინდა. რა, ნამცხრები არ მაინტერესებს. მანდარინი? არც ეს არ არის საინტერესო. კიდევ მანდარინი? არ მაინტერესებს. მადლობა სანტა, ფული რომ მომიტანე. არა, ხო, წელს იცი რას გავაკეთებ? ყველა ჩვენ საერთო მეგობრებს დავაპატიჟებ და მათ თვალწინ ბოდიშს მომიხდის და გაიგებს, რომ მეორე არ შეუძლია ესეთი რაღაც გამიკეთოს. კიდე ტელეფონზე ლაპარაკობს. მეც ძალიან შოკში ვარ. კაი, ერთი წამი დამელოდე. დანა, დაკავებული ვარ. ხო, და ვაჩვენებ, სადაც არის მისი ადგილი სინამდვილეში. დიანა, ნახე რა მომიტანა სანტამ, 1000 ლარი. დანა, გითხარი უკვე ძალიან ბევრჯერ, რომ ჩემს ოთახში შემოსვლა არ შეგიძლია. დააკაკუნე ან არ დააკაკუნო, არ შეგიძლია. დიანა, ერთი შემოთავაზება მაქვს. ჩემთან და ჩემ თოჯინებთან ერთად ითამაშე და ამ ფულიდან ცოტას მოგცემ. დანა, სერიოზულად, მე 15-ის ვარ და შენ 7 წლის. რომელი თოჯინებით საერთოდ არ მადარდებს რა მოგიტანა სანტამ, არ გეთამაშები. დიანა, იცი რა? შენ ძალიან ცუდი დახარ. არასდროს არ მეთამაშები და სხვათა შორის რომ იცოდე, ჩანს რომ მხოლოდ შენი მეგობრები გჭირდება. დიანა, იცი რა? მე მგონი შენ უმცროსი და საერთოდ აღარ გჭირდება და რომ იცოდე, საერთოდ აღარ მიყვარხარ. კარგი დანა, მოიცადე, გაჩერდი. კარგი, მოდი ვითამაშოთ თოჯინებით, მაგრამ მხოლოდ 5 წუთი, კარგი? დიანა, არ არის საჭირო რომ ჩემთან ითამაშო. წადი და გააგრძელე ტელეფონზე ლაპარაკი. დანა, არ გესმის? ახლა ჩემი მეგობრები და დიმა უნდა მოვიდნენ აქ, რომ დიმამ ბოდიში მომიხადოს ყველასთან დასწრებით. გესმის? დიანა, რომ იცოდე, მე 7 წლის ვარ, არა 15-ის. ამიტომ საერთოდ არაფერი არ მესმის. აი, ზუსტად, შენ პატარა ხარ, როცა თინეიჯერი გახდები, გამიგებ, ვერ გაგიგებ. კი, გამიგებ, ყველა თინეიჯერი ერთნაირია. არა, კი. არა, კი. არა, დანა, არ გამაბრაზო. დიანა, შენ არ გამაბრაზო. კარგი, ბოლოჯერ გეუბნები. დიანა, მეც ბოლოჯერ გეუბნები. არ გამაბრაზო მეთქი. დანა, გაჩერდი, ნუ იმეორებ ჩემს სიტყვებს. პატარა ბავშვით, ნუ იქცევი. დანა, აღარ დამელაპარაკო საერთოდ. ბლა, აღარ დამელაპარაკო, არ მჭირდება. მოიცადე. რა? დანა, შენ ძალიან პატარა ხარ. მოიცადე. რა? როგორ არის ეს შესაძლებელი? რა? სხეულები გავცვალეთ? ახლა ზრდასრული ვარ. აღარ ვითამაშებ თოჯინებით. არა, ჩემი მეგობრები და დიმა მოდიან. ჯანდაბა, კარგი რა? ვა, ახლა მე შენ მეგობრებთან ერთად გავერთობი. ძალიან კარგი, აბა წავედი. მოიცადე, ტანსაცმელი უნდა გამოიცვალო. ეგ აღარ გეცვას. რა? რატომ? ეს ჩემი საყვარელი კაბაა. თან დედამ მიყიდა. ძალიან მიყვარს. დანა, მოიცადე, არ მინდა რომ ჩემმა მეგობრებმა ამის შემდეგ დამცინონ. აუცილებლად ისე უნდა გააკეთო, რასაც გეუბნები. მიდი, გამოიცვალე. და რა გინდა რომ გავაკეთო? დანა, ჩემი ტანსაცმელი ჩაიცვი. წადი ჩემ ოთახში და გამოიცვალე. ხო, კარგი დიანა. და დიმას ვაკოცებ? მე გაკოცებ. უყურე ერთი ამას, წადი ოთახში და გამოიცვალე. დანა, დროზე გარდერობში. რა კარგია 15 წლის ასაკში ასეთი კაბის ჩაცმა. დიანა, შეხედე როგორი კრისტალები აქვს. დანა, იჩქარე, შეხვდი ჩემს მეგობრებს. ხო, წამო, გავიქცეთ. აბა დიანა, რა ვუთხრა შენს მეგობრებს? ხო, არ უთხრა რომ დანა ხარ პირველ რიგში. კარგი, და როგორ ვილაპარაკო? როგორც მე ვლაპარაკობ ხოლმე. და ეგ რას ნიშნავს? დანა, მე ვიქცევი როგორც უფროსი. კარგი. უფროსი. მე გავაღებ.
მეგობრებო, შემოდით. დანა, გამარჯობა, სად არის დიანა? დიანა, აი აქეთ არის, წამოდით. დიანა, შენი სტუმრები მოვიდნენ. გამარჯობა დიანა, ყველა აქ ვართ, დიმაც მზად არის. გამარჯობა, როგორ ხართ? დიანა, უნდა ჩამოხვიდე და დაჯდე დივანზე, კი არ უნდა იხტუნაო. ხო, რა თქმა უნდა, დამავიწყდა. დიანა დღეს რაღაც ძალიან ბედნიერია. ხო, აბა დიმამ ბოდიში უნდა მოუხადოს. ხო, დიმა, მიდი. დიანა, დროა რომ ადგე, დიმა მოვიდა რომ ბოდიში მოგიხადოს. ადექი. დიმა, მიდი. გოგოებო, მოდით უყუროთ, დიმა მართლა უნდა მოიხადოს ბოდიში. ხო, და არა ისე როგორც ზოგადად აკეთებს ხოლმე. დანა, რა გავაკეთო? გაგიშდი, ადექი, დიმა მოდის რომ ბოდიში მოგიხადოს. წამოდექი. აბა დიმა, რას ელოდები? მიდი ბოდიში მოიხადე. ხო, არ იყო შენი საქციელი კაცო. დიმა, ყველა აქა მოიხადე ბოდიში. კაცის სიტყვა ყველაზე მთავარია. 2 დღეა უკვე ამისთვის ემზადები. დიმა, არ გამამბრაზო, აქ არაფრისთვის არ მოსულ ვარ. ხო, დიმა, ყველას გვინდა ვნახოთ როგორ იხდი ბოდიშს. ხო, და დიმა, არ შეგიძლია ერთ დღეს ბოდიში მოიხადო და მეორე დღეს ჩვეულებრივად გააგრძელო მოქცევა. ხო, აღარ გინდობთ. მეგობრებო, მოიცადეთ, უნდა ვიფიქრო. მოკლედ, დიანა, მე არასწორად მოვიქეცი. ხო. დიმა, ეს შოკოლადია? ერთი კამფეტი მომეცი. ჯანდაბა, საერთოდ ყველაფერს აურევს. რა სჭირს დღეს დიანას? რა უცნაურად იქცევა?იანა, ნერვიულობს. შეგიძლია ეს წარმოიდგინო, დიმამ ბოდიში უნდა მოხადოს. ხო, დიანა, ეს ტკბილეული შენთვისაა და ეს 2 მანდარინიც. მე მომწონს მანდარინები, დედა ჩემი ყოველთვის მიფრწქვნის ხოლმე. რა სჭირს დღეს დიანას? ალბათ ღამე არ ეძინა, ან დიდხანს ეძინა. ის უცნაურია, ყველაფერი დიმას ბრალია. დიანა, შეგიძლია გაჩუმდე? დიმამ ბოდიში უნდა მოგიხადოს, ხომ არ დაგავიწყდა? მადლობა დანა. დიანა, ყველაფერი მესმის, გადაწყვეტილება მივიღე. ხო, დიმა, და მე ყოველთვის ვწუწნი ხოლმე წვენს მანდარინიდან და ვაგდებ კანს. დიანა, შეიძლება ერთი წუთი დაგელაპარაკო? კარგი, დანა, მომისმინე ახლა კარგად? კარგი, ახლა დიმა ბოდიშს მოგიხდის და კარგად მოიქეცი. იცი რა? დიმა რო ბოდიშს მოიხდის, ყველა სახლში წავა, იმიტომ რომ ძალიან ცუდად იქცევი და მარცხვენ. კარგად მოიქეცი. კარგი დიანა, იმ ტკბილეულს მომცემ დიმამ რაც შენთვის მოიტანა, გთხოვ. კი, ტკბილეულს მოგცემ. უბრალოდ გეხვეწები, ზრდასრულივით მოიქეცი. დიანა, მინდა რომ ერთხელაც მაპატიო. ამას აღარ ვიზამ. აი ეს შენთვისაა. დაინახეთ, ჩემი კოცნა უნდოდა. ფუ. დიანა, რა დაგემართა? მაპატიე თუ არა? კი, დიმა, დიანამ გაპატია. ახლა ბავშვებო, დასხედით და მე ძალიან გემრიელ ბატიბუც გაგიკეთებთ. იეი, შევიდნენ, იეი! მარიუსა, გოგოებო, მოდით აქ, დასხედით. აიღეთ, მადლობა. დიანა, რა კეთილი ხარ? უკვე მე-10 პატიობ დიმას. ხო, მე-10, მადლობა. მარიუსა. გოგოებო, დღეს რა ხდება? დიანა ბავშვივით არის. გოგოებო, არ გესმით? დიანა უბრალოდ ნერვიულობს, ძალიან ნერვიულობს. ხო, დიმამ ბოდიში მოუხადა. ეს ყველაფერი ემოციებია. მეგობრებო, ეს ძალიან ცუდი იდეა იყო. მას ვერ ხედავთ? რა თქმა უნდა, დიმა, მას ბევრჯერ მოატყუე, შეურაცხყოფა მიაყენე, ამიტომაც არის ასე. დღეს ძალიან უცნაურები არიან. დანა უფროსივით იქცევა და დიანა ბავშვივით. იმიტომ რომ დიანამ ასწავლა დანას და მაშინ დიანას ვინ ასწავლა. გოგოებო, მოდით თოჯინებით ვითამაშოთ.იანა, ეს შენთვის არის. ეს შენთვის. მარიუსა აიღე. ეს შენთვის. ჩემი სახელი არის ფიფკი. მეგობრებო, უკვე ვფიქრობ, რომ დიანას აღარ შევხვდებით. ის ისევ თოჯინებით თამაშობს. გოგოებო, თქვენ არ მოგწონთ ლოლის თოჯინები? მე ძალიან დიდი კოლექცია მაქვს. ჩემს ოთახშია, გინდა გაჩვენოთ? დიანა, კარგად ხარ? ვიცით რომ ნერვიულობთ, მაგრამ დღეს ძალიან უცნაურად იქცევი. დანა საერთოდ ყველაფერს გააფუჭებს. ბავშვებს რომ ვუთხრა, წესით გამიგებენ. კარგად ვარ, გოგოებო, თქვენ არ მოგწონთ თოჯინებით თამაში? მერე დაველაპარაკები დანას. ახლა ბავშვებო, აბა ვის უნდა ბატიბუტი? დანა, მე მარილიანი მინდა. ისე ხო არ იცი შენ დას რა დაემართა? დიმა, იცი რატომ ნერვიულობს ასე? იმიტომ რომ 10 ჯერ მოატყუე და ცუდად მოიქეცი და ახლა აღარ ჯერა შენი. დანა, არ მიმიყენებია შეურაცხყოფა დიანასთვის. უბრალოდ სიმართლე არ უთხარი ერთხელ. ასე იყო საჭირო.
დიმა, შენ მართლა ასე ძალიან გიყვარს დიანა? რა საყვარლობა? კი, მე მიყვარს, მაგრამ უცნაურია, თოჯინებით თამაშობს. ფიქრობ, უნდა რომ აღარ მიყვარდეს. არა, დიმა, დიანასაც ძალიან უყვარხარ. ასე ფიქრობ? დანა, რანაირად იცი? დიმა, დიანა ყოველდღე მეუბნება ხოლმე, თუ რამდენად უყვარხარ და როგორ რენატრები. ყოველდღე? დიანა, აიღე შენ სათამაშოების სახლში მივდივართ. ხო, რა ცირკია აქ. დიმასთან ერთად მოვედით, რომ ნამდვილად ბოდიში მოეხადა, მაგრამ შენ, ხო, გვეუბნები, რომ თოჯინებით ვითამაშოთ. დაგვირეკე, როცა წესიერად იქნებ. კარგი, თუ თოჯინებით თამაში არ გინდათ, მაშინ დამალობანა ვითამაშოთ, ბიჭებსაც დაუძახოთ. ძალიან სახალისო იქნება. ბავშვებო, ბატიბუტი მზად არის. ბავშვებო, წავედით. დიანა ძალიან უცნაურია. დიმა, არ უნდა მოსულიყავი, მას არ ჭირდება შენი ბოდიშები. დიანა, ამას შენგან არ მოველოდი. უბრალოდ დამცინი ახლა. რა, არ გინდათ რომ მეთამაშოთ ჩემი თოჯინებით? კარგი, არც არის საჭირო. დიანა, ვერ ვარ ხო კარგი უფროსი და ხო? დანა. საერთოდ ვერ ხარ კარგი უფროსი და, მაგრამ ახლა დიმა დამშორდება მე. ვაიმე, დიანა, რა გავაკეთოთ? არ მინდა რომ გავიზარდო და არ მინდა რომ ეს ტანსაცმელი მეცვას და არ მინდა რომ დიმას ვაკოცო. მინდა რომ სულ პატარა ვიყო. დიმა დამშორდა და ჩემმა მეგობრებმა მიმატოვეს. და მე მინდა რომ თოჯინებით ვითამაშო. უფროსები არ თამაშობენ თოჯინებით, რა გავაკეთოთ? დანა, ეს ყველაფერი შენი ბრალია. თავიდანვე არ უნდა შემოსულიყავი ჩემს ოთახში. არა, დიანა, შენი ბრალია. ნაკლები ილაპარაკე ტელეფონზე და შენ და ყურადღება მიაქციე. რა, დიანა? რა? დანა? ჩვენ ისევ ჩვენს ხეულებში ვართ. იეი, ამას ველოდებოდი ამდენი ხანი. მორჩა დანა, ახლა შენთან ერთად შენი საყვარელი სათამაშოებით ვითამაშებ სულ, კარგი? და არ მინდა რომ სხეულები გავცვალოთ მეორედ, მინდა რომ ჩემს ხეულში ვიყო, მინდა რომ დიანა ვიყო. და მე მინდა რომ პატარა დანა ვიყო. და მე მინდა რომ ზრდასრული ვიყო. სხვათა შორის დიანა, შენ დიმას უნდოდა რომ ჩემთვის ეკოცნა. ვიცი, დავინახე. მოგწონს თინეიჯერობა? არა, არც ისე. ხო, არც მე არ მომწონდა პატარა გოგოთ ყოფნა. ვერც კი წარმომიდგენია ახლა ჩემი მეგობრები რას ფიქრობენ ჩემზე. უნდა წავიდე და დიმას შევურიგდე და როგორმე დავიბრუნო ჩემი მეგობრები. დიანა, შენი მეგობრები შენ გამო შოკში იყვნენ, უბრალოდ ჩემ გამო. ხო, ბავშვებო, აი ეს დაგვემართა მე და ჩემ დას ახალ წელს. სხვათა შორის, თქვენ ახალგაზრდა დებთან და ძმებთან თამაშობთ? აბა გოგოებო, ჩვენი მოტო რა არის? ჩვენ დავიკლებთ. ჩვენი სხეული ყველაზე მაგარი იქნება. ჩვენი სხეული ყველაზე მაგარი იქნება. ჩვენ ყველაზე ლამაზები ვართ. რწნელო დიანა, გითხარი რას ვაკეთებთ? გოგოებო, ეს არის აერობიკა და ფიტნესი. ახლა გადავდივართ შემდეგ მოქმედებაზე. მისმინეთ აქ მიათეგე, თუ გინდათ შეხვედრა სკოლის შემდეგ, იქნება შეხვედრა. კი, ჰოკეია ისე, დღეს. კარგით რა ჰოკეი, კოსტა, შენ სკეიტიც არ იცი. ვინ არის ის, ჩემზე თქვი? იცოდეთ, კოსტა საუკეთესო მცველია, ერთი გოლიც არ გაუშვა. საუკეთესო, ერთი გოლიც არ გამიშვია. არტემ, მოდი ჰოკეის გარეშე ვქნათ რა, არ ვიცი სკეიტ. პატრიკ, უნდა ისწავლო. ბიჭებო, რატომ ხმაურობთ? სად არის ლეილა? მიათეგე, მიდით გააგრძელე. თქვენი ლეილას ყურება არ გვინდა. მეცხრეა, სხვათა შორის თქვენთვის არ გვიკითხავს. ბიჭებო, სად არის ლეილა? მე შემეშვით, არ ვიცი სად არის ლეილა. მე ვიცი, მეორე სართულზეა ფიტნესის გაკვეთილზე. მოიცადე არ მესმის სკოლაში ფიტნესი გვაქვს? ჯანა, აუცილებლად უნდა წავიდე ფიტნესზე, გაზაფხული და ბიჭების დრო მოდის. მარიუსა, მოიცადე, უბრალოდ არ მესმის რატომ წავიდა ლეილა ჩვენს გარეშე ფიტნესზე, წამო გავიგოთ. გოგოებო, მიდით, არ გაჩერდეთ, ფეხები უფრო მაღლა, წელი უკან, გააგრძელეთ. გოგოებო, ერთი წამი მე ზარს უნდა ვუპასუხო, თქვენ არ გაჩერდეთ. ალო, დიმა, გამარჯობა. დიმა დაკავებული ვარ, ახლა ვარჯიშობ. თან მეორე სართულზე ვარ და ხალხი მელოდება. კარგი, უნდა წავიდე. გავაგრძელოთ გოგოებო ვარჯიში.
გოგოებო, მიდით. 1 2 3 4 არ მესმის ეს დიანას ხმა? რა? ლეილა, შეიძლება დავილაპარაკოთ? აქ მოდიახლავე. 1 2 3 გოგოებო, სხვათა შორის ჩვენ ვარჯიშობთ. დიანა, 1 წამი. ლეილა, იცოდე პირველი და ბოლოა. ჩქარა. 1 2 გოგოებო, რა გინდათ ვარჯიშობ? რა, რომელი ვარჯიში? შენ რა, წონის დაკლება გინდა? ხო, გინდა რომ ჩვენზე უკეთესი იყო? ჯანდაბა, გოგოებო, რა გჭირთ? ხო, ამ ვარჯიშზე დავდივარ და რა არის იმაში ცუდი თუ ლამაზი სხეული მინდა? არაფერი, მაგრამ ჩვენთვის არ გითქვამს. და დიანა აქ რას აკეთებს? ის რატომ გაჩვენებთ, რა გააკეთოთ? გოგოებო, არ გინახავთ რეკლამა? დიანა მიქირავა სპორტ დარბაზი და ახლა ფიტნეს გვასწავლის ფულისთვის და სხვათა შორის რომ იცოდეთ, ძალიან კარგი მწვრთნელია. ესე იგი ფულისთვის, არა? ახლა ხვდები, საიდან იყიდა თავისი iPhone 11 Pro. ჩვენი ფულით. იცოდეთ, ის თუ თავის iPhone 11 Pro-ს ყიდულობს, თქვენი ფულით კი არ არის, იმ ფულით არის, რაც თვითონ გამოიმუშავა. ლეილა, ასე ძალიან რატომ შეიცვალე? ლეილა, უფრო თავაზიანად ისაუბრეთ, დაგავიწყდა და ვისალაპარაკები? სხვათა შორის მე ისევ ბანდის ლიდერი ვარ. გოგოებო, რა გჭირთ? თქვენ გამო სპორტიც ვეღარ უნდა გავაკეთო? თავი დამანებეთ. მარიუსა ასე ვერ გაგრძელდება, ის ვერ იყიდის iPhone-ებს. ხო, არა ვერ იყიდის. იანა, როგორ მოვაწყოთ, რომ არაფერი არ გამოუვიდეს? დიანა ძალიან ამაყია, სპორტ დარბაზი გახსნა და ახლა ფულს შოულობს. იანა, რა გავაკეთოთ? ჩვენ მისი iPhone 11 Pro უნდა გავტეხოთ დღეს. ახალს იყიდის, ვერ ხედავ რომ ფულს შოულობს. კარგი, ახალსაც გავტეხავთ მაშინ და იგივეს გავაკეთებთ, სანამ თავის ფიტნესის სკოლას არ დახურავს. ძალიან კარგი იდეაა, იანა, ის თავის ფიტნესის სკოლას დახურავს და მე ჩემსას გავხსნი და მე ვიქნები მწვრთნელი. ჰეი, მარიუსა, უყურე ერთი, მე გავხსნი ფიტნესის სკოლას. აჰა. ახლა უნდა ვიფიქროთ, როგორ გავუტეხოთ ტელეფონი, წამო. კარგი, გოგოებო, ყველამ ყოჩაღ, დღეს ძალიან კარგად იმუშავეთ. მაგრამ რამდენიმე კომენტარი მაინც მაქვს. ესე იგი, ჯული, რა გაცვია აერობიკისთვის? რატომ ხარ სვიტრით? აი, ლეილას შეხედე მაგალითად, ტოპი აცვია და მოტკეცილი ელასტიკი. მაგრამ ლეილა, რატომ არ ჩაიცვი ბოტასები? შემდეგი გაკვეთილისთვის იცოდეთ, რომ მოიტანეთ ტოპები და ელასტიკი და აუცილებლად უნდა ჩაიცვათ ბოტასები. გამარჯობა, დიანა. გასაგებია, გოგოებო, ბოტასები როგორც მემაცვია. დიმა, გამარჯობა. კარგით, გოგოებო, მორჩა გაკვეთილი და ხვალ არ დაგავიწყდეთ, რომ შემდეგი თვის გადაიხადოთ. აბა, კარგად. ნახვამდის მელოდიანა. ჯიჯი, წესი ერთანსაცმელი მოიტანე. რა თქმა უნდა. კარგად, ხვალამდე. იანა, არ დაიღალე, შენთვის ცივი კოლა მოვიტანე. არა, დიმა, მადლობა, რა თქმა უნდა, მაგრამ არ დავხდილი ვარ. თან კოკა-კოლას არ სვავ, რა გჭირს? მე ხომ ფიტნეს ვასწავლი და აერობიკას. მე მხოლოდ მინერალურ წყალს ვსვავ. კარგი, მაშინ შემდეგში წყალს მოგიტან. დიანა, ბევრი მოსწავლე გყავს? დიმა, არ დაიჯერებ, 10 ადამიანი თითო კლასიდან უკვე ჩაეწერა ჩემთან და ახლა ხალხი მოდის სხვა სკოლებიდან, მათაც უნდა ჩემთან ყოფნა. და უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ფიტნესის და აერობიკის სკოლა გავხსენი. დიმა, შუქის გათიშვა დამავიწყდა, გამორთეკთ ხო? დიმა, გჯერა საერთოდ? ლეილა, მე-10 ჯიდანაც კი მოდიდა ჩემ სკოლაში. მისმინე, შენ შეგიძლია გახსნა სპორტ დარბაზი და იქ ბოქსი ასწავლო? არ ვიცი, შემიძლია ვცადო. ან ტაიკვანდო? მისმინე, დიანა, ტაიკვანდო არ ამგონია, უფრო ბოქსია ჩემი. მაგარია, დიმა, ჩვენ ვიქნებით ორი ყველაზე მაგარი მწვრთნელი. მთელი სკოლა ჩვენთან ივლის. კარგი, ახლა უნდა წავიდე ტანსაცმელი გამოვიცვალო. კარგი, კლასში დაგილოდებ. ბავშვებო, ერთი რაღაცის გაკეთება გვჭირდება. დიანას ტელეფონი უნდა გავტეხოთ. დღეს 11 Pro. გატეხოთ დიანას ტელეფონი? არ გესმით რა სერიოზულია. არ იცით რა დაგვემართება. ბიჭებო, რა გჭირთ? დაგავიწყდათ რომ ჩემ ბანდაში ხართ? წადით და მოიტანეთ დიანას ტელეფონი. ჩვენით გავტეხავთ. ჩვენ თქვენ გენდობით. კარგი, ჩვენ მარტივად მოვიპაროთ. ხო, მოპარვა გატეხვასავით არ არის. კარგი, შემდეგ დასვენებაზე უკვე უნდა მოგვიტანოთ ტელეფონი. აქ რას აკეთებთ, გოგოებო, გამატარეთ. რა კარგი იყო ვარჯიში. გოგოებო, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 5 კილო დავიკელი. ხო, ჩემ კუნთებს გრძნობ, რომ უფრო მოქნილი გავხდი. აი ლამაზ მანებიც მოვიდნენ დიანას გაკვეთილებიდან. არა, დიანა მაგარი არის, მე ვაფასებ. მისმინეთ ბიჭებო, კოსტა, მოკლედ დიანასთან რაც დავიწყე სიარული, უკვე 5 კილო დავიკელი. ხო, მე უკვე ჩემ კუნთებს გრძნობ.
რა შუაშია შენი კუნთები? ისეთი მოქნილი გავხდი? არტემ, უბრალოდ შემხედე. შემომხედე, შენ კი არ გავარ. ჯიჯი, რა, მე არ ვარ მოქნილი? ვერც კი შემედრები. კარგით, გეყოფათ ბრანჭვა და იკავეთ ადგილები. ისე სტრაფიკოების რიგში ყოფნას ჯობია სპორტის კეთება. რომელიც სტრაფიკოება? ჩვენ ჯანსაღ დიეტაზე ვართ. არტემ, მე უნდა ვიყიდო ელასტიკები და ტოპი შემდეგი ვარჯიშისთვის. ჯიჯი, მაგას ბიჭებს რატომ მეუბნები? ხო, არ აინტერესებს. ჯიჯი, არ მაინტერესებს შენი ზედები და შარვლები. გამარჯობათ ბიჭებო, მისმინეთ, უკვე იცით რომ მე ჩემი ფიტნესის სკოლა გავხსენი აქ ჩვენ სკოლაში? კი, ვიცით. მთელი სკოლა ამაზე ლაპარაკობს. მეგობრებო, ძალიან მომოყობ ჩემი დიანათი. ისე მალე ბოქსის სკოლას გავხსნი და უნდა მოხვიდეთ. ხო ბიჭებო, მჯერა რომ ყველა თინეიჯერმა უნდა აკეთოს სპორტი და იყოს გამხდარი. დიანა, ბევრ ფულს შოულობ, მითხარი, არავის არ ვეტყვი. ჯული, სხვათა შორის მე ეს ფიტნესის სკოლა ფულისთვის კი არ გამიხსნია, იმისთვის გავხსენი რომ ჩვენი მთელი სკოლის თინეიჯერებმა სპორტი აკეთონ და სხვათა შორის მაინც მჭირდება ქირის გადახდა. მართალია. ესე იგი ნასტია ჩვენ არ გავხსნით ჩვენს ფიტნესის სკოლას. ხო, ფულს ვერ ვიშოვით. ჯანდაბა. კაფეტერიაში მივდივართ? ხო, წავიდეთ. პატრიკ, წავედით. არტემ, აი ტელეფონი, აიღე და წავედით დროზე. აბა მოიტანეთ? კი, აიღეთ. კარგით, მოდით გავტეხოთ. მართლა ვტეხავთ? მზად ხარ? კი. აბა დიანა, დამაცადე? იანა, მე დავარტყავ. მარიუსა, ძალიან სუსტად ურტყავ. იანა, მორჩა, წავედით. ახლა იყიდოს დიანა მახალი. გავაკეთეთ. გოგოებო, ჩვენ რა დაგვემართება? პატრიკ, არავის არ უთხრა და ვერავინ ვერ გაიგებს. გასაგებია, პატრიკ. დიანა ისედაც ახალ ტელეფონს იყიდის. მოდი ცოტა ხანი სასეირნოს წავიდეთ. კოსტა, რომელი გაკვეთილია ახლა? მგონი მათემატიკაა. პიცა ძალიან გემრიელი იყო. ბავშვებო, ეხლავე მოვალ, დამელოდეთ? დიმა, რატომ დადიხარ ბიჭებთან ერთად? მე უნდა დამლოდებოდი. დიანა, აქ შენ გელოდები. გოგოებო, მოდით სკოლის მერე კინოში წავიდეთ. გოგოებო, ჯიჯი რა არის? შეხედეთ ამას. ვაიმე. ჯიჯი არ შეეხო. გოგოებო, არ ვიცი ვისი ტელეფონია, მაგრამ მასწავლებელს უნდა დავუძახოთ. არა გოგოებო, ჯობია რომ დირექტორს უთხრათ. გოგოებო, მოდით გავარკვიოთ ვისი ტელეფონია. ჯიჯი არ შეეხო. შეიძლება ხალხმა იფიქროს რომ ჩვენ გავტეხეთ და ყველაფერი დაგუბრალდება. გესმის? კარგით ბიჭებო, ნუ ხუმრობთ. ვიცი რომ აქიდო. დიანა, მე არ ამიღიაო ფიცავ. დიანა, შენთან ერთად ვიყავით სასადილოში, არ აგვიღია ტელეფონი. ბიჭებო, აღარ არის სასაცილო, გეუბნებით და ვინ აიღებდა სხვა თუ თქვენ გარდა არავინ არ იყო ამ კლასში. მე ხომ ბოლო შემოვედი. დიანა, ჩვენ ერთად შევედით და ერთად გამოვედით, არ აგვიღია შენი ტელეფონი. ბიჭებო, არ არის სასაცილო, ახალი iPhone 11 Pro Max სად არის? ბიჭებო, გოგოებო, იცით რა ვნახეთ სააბაზანოში? არ დაიჯერებთ იქ. ვიღაცის გატეხილი ტელეფონი იყო. ხო, ვიღაცას ძალიან არ გაუმართლა. მოიცადეთ გოგოებო, მართლა? გატეხილი ტელეფონი აბაზანაში? უკვე მართლა აღარ არის სასაცილო. ახლა დავკარგე ჩემი ტელეფონი. დიანა, წავიდეთ და შევხედოთ, იმედია არაა შენი. ხო, წავედით. ჩვენ არ შევხებივართ, არ გვინდოდა რომ ხალხს ეფიქრა რომ ჩვენ გავაკეთეთ. დიანა, აქ მოდი. მართლა არ შევხებივართ არაფერს. ჩვენ არ გაგვიკეთებია, უბრალოდ არ გვინდოდა რომ ხალხს ეფიქრა რომ ჩვენ გავაკეთეთ. ბავშვებო, ეს ჩემი ტელეფონია. ჯანდაბა, ჩემი ტელეფონია. დიანა, რისთვის? რამე ცუდი ხომ არ გააკეთე? დიანა, მე მგონი მეათე ჯიმ გააკეთა. ბავშვებო, არ მესმის, მეათე ჯის რაში ჭირდებოდა ჩემი ტელეფონის გატეხვა? ყველა აქ რას აკეთებთ? ბიჭებო, რა გინდათ გოგოების ტუალეტში? შეიძლება შევიდე? ლეილა, საშინელება, ვიღაცამ დიანას ტელეფონი გატეხა. დიანას ბევრი პრობლემები აქვს, წუხვარ მის გამო. მოიცა დიანა, შენი ტელეფონი გატყდა? ხო, ლეილა, ნახე რას გავს, რა სჭირს? არ მესმის ვის სჭირდებოდა ამის გაკეთება და ხომ იცი, ახლა ვიყიდე, ძალიან ძვირი დამიჯდა. დიანა, მე მგონი ვიცი ვინც გატეხა შენი ტელეფონი. ლაილა, გითხარი, ჩვენ მოვკლავთ მას. ჩვენ არა, მართლა რომ შემოვედით უკვე გატეხილი იყო. გოგოებო, დამშვიდით, რა თქმა უნდა თქვენ არა.
დიანა, მისმინე, მარიუსას და იანას ძალიან შურდა ჩენი, რომ ახალი iPhone იყიდე და სკოლის ფიტნესი გახსენი და მე მგონი მათ გააკეთე. მეც ასე ვიფიქრე, ახალი არაფერი. მეათეგესგან რას უნდა ელოდე? კარგი, ახლა მარიუსას უნდა ვეჩხუბო. დიმა, რა თქმა უნდა, მარიუსა ადვილად დაგამარცხებს. ჯანდაბა, სკოლის ფიტნესი გავხსენი და ახლა მაგის ქირაც უნდა ვიხადო და მე მგონი ახალი ტელეფონის ყიდვაც მომიწევს. კარგი ლეილა, ძალიან დიდი მადლობა რომ გითხარი. კარგი, აქედან წავიდეთ. ზადა უთმეთ უფრო სტუდენტებს. რა? მარუსა, დიანას ტელეფონი შენ გაუტეხე? რა ტელეფონი? არავის არაფერი არ გაუტეხავს. გასაგებია? მეგობრებო, აზრი არა აქვს ამათთან ლაპარაკს. გოგოებო, ცუდი ამბავი მაქვს. მე მგონი ვფიქრობ, რომ ჩემი ფიტნესის სკოლა უნდა დავხურო. რა? დიანა, ეგ არ გააკეთო. ეს ხომ შენი ოცნება იყო? დიანა, ხო, მაგრამ მე ხომ ახლა დავიწყე გახდომა. არა გოგოებო, თქვენ არ გესმით. ვერ ვიმუშავებ ტელეფონის გარეშე და ახალსაც ვერ ვიყიდი, იმიტომ რომ სპორტ დარბაზის ქირა უნდა ვიხადო. მეგობრებო, ძალიან უწუხარ დიანას გამო. ხო, ჩვენც. მეგობრებო, თქვენთან სალაპარაკო მაქვს. დიმა, რა მოხდა? კოსტა, შეგიძლია ფული მასეს ხო? ან შენ არტემ, ახალი ტელეფონი მინდა უყიდო დიანას. ვერა დიმა, კიდევ გაქვს ჩემი ვალი 500 კინოსთვის და კაფესთვის. ხო, დიმა, შენ ყოველთვის ფულს თხოვლობ და არასდროს არ აბუნე. მეგობრებო, დამეხმარეთ დიანას გამხიარულებისთვის გავხსნი ბოქსის სკოლას და პირველ ხელფას თქვენ მოგცემ. არტემ, ასე ხე ფულს. თუ უკან დამიბრუნებს, მაშინ კი. დიმა, დარწმუნდი რომ დააბრუნებ. რამდენი გჭირდება? ბიჭებო, 25000 მაქვს. კიდევ 14 მჭირდება. 7 მომეცით და დიანას ახალ ტელეფონს შევუკვეთავ. რამდენი? 7000. დიმა, ნახევარი წელი მოგიწევს ბოქსი რომ უკან დაგვიბრუნო. მადლობა ბიჭებო, ძალიან დამეხმარეთ, შევუკვეთავ. ოე! დიანა, არ მოიწყინო. დიანა, ჩვენ ბევრ მომხმარებელს მოგიყვანთ, რომ ახალი ტელეფონისთვის ფული იშოვო. ხო, ეს არ გააკეთო, არ დახურო. გოგოებო, არ ვიცი რა გავაკეთო. ეს ყველაფერი მეათეჯის ბრალია. დიანა, აბა როგორ ხარ? როგორ მიდის შენი სკოლის საქმეები? და რა ღირს? მე და მარიუსასაც გვინდა შემოსვლა, ხო? მოვალთ. მეათეჯი, მე თქვენ არ გეოლდებით ჩემს სპორტის სკოლაში. მეათეჯი, აქ რას აკეთებთ? ჩემი ძმა მოვიდა. დიანა, რა უჭირავს ხელში? იცი დიანა, დღეს მათ ტელეფონი გაგიტეხეს, მაგრამ ახალი გიყიდეთ 11 Pro Max-ი, ყველაზე დიდი მეხსიერებით. იმედია ფულს დაგვიბრუნებს. დიმა, რა? iPhone იყიდა ჩვენი მშობლების ფულით? იანა, შემეშვი, მე და ბიჭებმა ფული შევაგროვეთ. მართალი ვარ? კი, ხარ. ბიჭებო, რა კარგები ხართ? დიმა, მადლობა ბიჭებო, ძალიან დიდი მადლობა. იანა, აი ხე. დიმა, თან ვარდისფერი, მადლობა. დიანა, ძალიან იღბლიანია. ეგ არა უშავს, ხვალ მაგასაც მოვიპარო. დიანა, ესე არ მუშაობს. კიდევ ახალ ტელეფონს უყიდის ყოველ დღე? მარიუსა, ახალი იდეა მაქვს, წამოვყევი. ბავშვებო, თქვენი მეგობრების გშურთ? დამიჯერეთ, უკეთესია რომ არ გშურდეთ.